მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა მოძღვარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი იღუმენი ადამი. დაგლოცეთ მამაო. ღმერთმა დაგლოცეთ. მამაო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, რომელიც ბევრს აინტერესებს და ძალიან აქტუალურია, ესენია აბორტი, კონტრაცეფცია და ხელოვნური განაყოფიერება. მამადამ, ჩვენ ვიცით, რომ ერთი დღის ჩასახული ნაყოფიც უკვე არის ჩვეულებრივი ადამიანი, ანუ სულიწმინდის ტაძარი. რა ცოდვას ჩადის დედა აბორტის გაკეთების დროს? თუ პირდაპირ უპასუხებ თქვენს მიერ და შეკითხვას რა ცოდვას ჩადის, საეკლესიო კანონების მიხედვით იგი განსაზღვრულია როგორც ადამიანის მკვლელობა, კაცის მკვლელობა. ანუ ცოდვა მართლაც ძიმია. მაგრამ გასული ცხოვრებაში ჩვენ ხვდებით შემთხვევებს, როდესაც სინანული ამ ცოდვის გამო არ არსებობს ან გაუცნობიერებელია. ვინაიდან ყველას არ აქვს ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე იგი დაიბადებოდეს. აღნიშნავენ, რომ ადამიანები დაბადების დღეს ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ მათი სიცოცხლე, მათი ცხოვრება, ჩამოყალიბება, ზრდა და განვითარება მხოლოდ დაბადებიდან დაიწყო. ეს ასე არ არის. ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩასახვიდანვე. ამიტომაც ჩვენ შემოვიტანეთ სამედიცინო მეცნიერებაში ტერმინი დაბადებამდელი ბავშვობა. ეს არის ის 9 თვე, რომელსაც მოცლად ყოფნის პერიოდი ქვია. ეს არის ის დაბადებამდელი ბავშვობის პერიოდი, ხოლო დედისათვის ეს არის ორსულობის დროინდელი დედობის პერიოდი, რომელიც მეცნიერების მიერ შეფასებულია როგორც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პერიოდი ადამიანის განვითარებაში. სწორედ ამ 9 თვის მანძილზე ყალიბდება ადამიანი. ამ 9 თვის მანძილზე იგი იმ ინფორმაციას ღებულობს, იმ მემკვიდრეობით ინფორმაციას და ინფორმაციის საფუძველზე ვითარდება, რომელიც განაპირობებს თუ როგორი იქნება ეს ადამიანი, არ მარტო ფიზიკურად, არამედ ხასიათით, სულიერი და მშვენიერი მონაცემებით და ასე შემდეგ. მართალია მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს. მაგალითად, სხვადასხვა შეხედულება იმის შესახებ, თუ ჩასახვიდან რა დროის შემდეგ შეიძლება ჩანასახს, ემბრიონს, ნაყოფს ვუწოდოთ ჩვენ ადამიანი. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო გვიდრდება ანთროპოლოგიურ აზროვნებაში ის შეხედულება, რომ ადამიანი ჩასახვიდანვე არის უკვე ადამიანური არსება, მთელი თავისი პიროვნული ღირებულებით. ჩვენ დავუმატებთ იმას, რომ წვიდამავების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩასახვიდანვე უკვე გააჩნია მას უკვდავი სული, ასე რომ ეს არის სრულყოფილი ადამიანი. ამიტომაც ყოველი მოქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება ამ უცვლად მყოფი არსების მიმართ, ეს განხილული უნდა იქნეს როგორც მოქმედება ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ, რომელიც იმით განსხვავდება ყველა სხვა ადამიანურ არსებათაგან, რომ დამალულია დედის წიაღში. საშვილოსნოსათვის შეუფარებია თავი. განსხვავდება იმითაც, რომ იგი თანდათანობით ყალიბდება, თუმცა ეს ჩამოყალიბება და განვითარება არ დაბადების შემდგომ ჩერდება. ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცვლებით, ყალიბდებით, ვითარდებით და შესაძლებელია ისე როგორც ღვთისნება იქნება ნებისმიერ დროს შეწყდეს ეს სიცოცხლე. ამიტომაც გვინდა ვთქვათ, რომ სიცოცხლის შეწყვეტა, როგორც დაბადების შემდგომ, ასე დაბადებამდე ეს არის სიკვდილი და თუ ეს სიცოცხლის შეწყვეტა იძულებითია, მაშინ იგი განსაზღვრულია როგორც მკვლელობა. დადასტურებულია, რა თქმა უნდა, წმინდა წერილში ჩვენი ეს შეხედულებანი და მე შემიძლია წაგიკითხოთ ციტატა წმინდა წერილიდან, კერძოდ ისაია წინასწარმეტყველის წიგნიდან. ასე ამბობს უფალი შენი შამქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ
ანუ დედის საშიშია უკვე გამოსახული ის, ვის შესახებაც ბრძანებს წინასწარმეტყველი. იგივე ისაა წინასწარმეტყველის წიგნში წერია: უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი. ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად. ხოლო წინასწარმეტყველი იერემია თავის წიგნში გვაწვდის ასეთ აზრს: ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე, ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი, წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე. აი, ყველაფერ იმის დადასტურება წმინდა წერილში, რაც ჩვენ ვთქვით. მამაო, მე გამიგია, რომ აბორტის დროს ნაყოფი გრძნობს საფრთხეს. აი, თუ შეიძლება ამაზე რომ გვესაუბროთ, როგორ გრძნობს და რა ემართება ამ დროს ნაყოფს? მშვენიერი შეკითხვა და ტელემაყურებელს ეს უსათუოდ დაინტერესებს. ჩასახვიდან კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ იწყება განვითარება ჩანასახისა. უკვე მერვე დღეს გული იწყებს ცემას. ერთ კვირაზე ცოტა მეტია გასული. ორი კვირის ჩანასახში განვითარებული არის უკვე მთელი რიგი ორგანოები. თანთრობით ყალიბდება გარეგნობაც მისი. ასე რომ ყველა ფიზიოლოგიური და ანატომიური განვითარების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ყალიბდება მისი გრძნობების სამყაროც. დადასტურება იმისა, რომ ამ დროს, ანუ უსაწყოფნის დროს, ნაყოფი ყველაფერს გრძნობს, წარმოდგენილი არის მეცნიერებაშიც. მაგრამ საჭირო იყო ამის ყველაფრის მეტი ვიზუალიზაცია, მეტი მტკიცებულების წარმოდგენა და აი ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა, რომელიც თავის დროზე პროაბორტული იდეების არა მარტო უბრალო მომხრე, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აპოლოგეტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, გადაწყვიტა შეესწავლა თუ რა ხდებოდა აბორტის დროს. თავის ერთ-ერთ მეგობარ გინეკოლოგთან ერთად მათ მოახერხეს დაემონტაჟებინათ სპეციალური მოწყობილობა და ვიდეო კამერაზე აღებეჭდათ ის, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში აბორტის დროს. რადგან ვიცით, რომ ეს არ არის ღია ოპერაციული ჩარევა და ამ დროს ყველას შეიძლება ჰქონოდა სხვადასხვა შეხედულება. როდესაც მათ ეს ვიდეო ფილი გაამჟღავნებს და ნახეს, იმდენად შემაძრწუნებელი იყო მიღებული კადრები, რომ ამბობს ნათანსონი, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ამ მეგობარს, გინეკოლოგს, რომელმაც ეს ფირები ნახა, მაშინვე მიუღია გადაწყვეტილება, რომ არასოდეს მას აბორტი ახარ გაეკეთებია. აღწერილია შემთხვევები, როდესაც შემდგომში ამ მასალით მათ ფილმი, საყოველთაოდ ცნობილი ფილმი გააკეთეს და სოფლიოში, თითქმის მრავალ ქვეყანაში უჩვენეს, მრავალი ადამიანი გონებას კარგავდა, როდესაც ასეთ ბარბაროსულ მოქმედებას ხედავდა. ამ ფილმს უტყვი ყვირილი უწოდა დოქტორმა ნათანსონმა, რადგან კადრში დაფიქსირებული იყო საოცარი გამომეტყველება ნაყოფის, როდესაც იგი პირს აღებდა, მაშინ როდესაც ვაკუუმი კიურეტი მიიწევდა მისი სხეულისაკენ. ეს ზუსტად აღიქმებოდა როგორც მოსალოდნელი საშიშროების გამო აღმოხდილი ყვირილი, მაგრამ ვინაიდან ხმა, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ესმოდა, მან სწორედ უტყვი ყვირილი უწოდა ამ ფილმს და ეს ფილმი საყოველთაოდ არის დღეს ცნობილი და მას თითქმის ყველა ქვეყანაში უჩვენებენ და საერთოდ თითქმის არსად აღარ არის მსჯელობა იმაზე, თუ რამ დასაშვებია თუ არა აბორტი. დღეს ბიოსამედიცინო სფეროში ყველა ექიმი, რომელიც პატივს ცემს თავის პროფესიას, ექიმი, რომელიც თვლის, რომ იგი ემსახურება ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას, ყველა უარყოფითად აფასებს და მისი მომხრე არ არის და უმეტეს კლინიკებში
აღარ არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი მივიდეს ქალბატონები და აბორტი გაიკეთონ, ვინაიდან ამისათვის გამოყოფილი არის ცალკე შენობები, ან ცალკე სამანიპულაციო ოთახი, ასე რომ თუ კი ვინმე ამგვარ მოქმედებაზე წავა, იგი ეს ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს, გამჭვირვალობაც შევიდა, რადგან ნაკლებად პრესტიჟულია ეს ყველაფერი, უფრო მეტი ზოგიერთი ექიმთა ასოციაცია, ასეთ ექიმთა გვარებს აქვეყნებს მუდმივად ინტერნეტში, მაგალითად ასეა კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ექიმები ნამდვილად ღალატობენ თავიანთ პროფესიას. ისევ თუ დაუბრუნდებით იმას, რომ გრძნობს თუ არა ნაყოფი ყველაფერს იმას, რაც ხდება ამ დროს, ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ვთქვათ, დაბადებამდელი ბავშვობა სავსეა ამ ემოციებით, გრძნობებით. ეს არის ნამდვილად დაბადებამდელი ბავშვობა. შეტყვილად არ ვუწოდეთ ამას, რადგან ყოველივეს მეცნიერული საფუძველი აქვს, დადასტურებულია, არსებობს ერთიანი სამყარო დედისა და შვილისა. დედამ უნდა იცოდეს იმ წამიდან, როდესაც მან შეიტყო, რომ ფეხმძიმეთა, რომ იგი ეხლა კი არ გახდა დედა, უკვე იყო დედა რამდენიმე დღის წინ, როგორც კი მოხდა შვილის ჩასახვა და მუდმივად უნდა გრძნობდეს ამას. ცნობილია, რომ თუ დედა უსელში ყოფ ბავშვს, როგორც შვილს ისე აღიქვამს, მთელი ორსულობის პერიოდი მიმდინარეობს უკეთესად ყოველგვარი გართულებების გარეშე. ეს არის ორი ადამიანის ბედნიერი თანაარსებობა, როდესაც დედა უკვე მიმართავს და ესაუბრება შვილს, რომელიც მის წიაღშია. უფალმა ინებაზე, უფალმა ინება მიენიჭებია ქალისათვის ეს უდიდესი ბედნიერება. შობამდე მან 9 თვის განმავლობაში თავის წიაღში უნდა ატაროს ბავშვი. ამიტომაც, როდესაც ის ჩვეულებრივად რაიმას აკეთებს, მუდმივად ახსოვს ეს და მიმართავს კიდეც ბავშვს. მაგალითად, იგი ეუბნება, მოდი ახლა ერთად ვილოცოთ ჩვენ, ვიდრე ლოცვას დაიწყებდეს. ეხლა ჩვენ ეკლესიაში მივდივართ. წამოდი, წავიდეთ სასეირნოდ. იმიტომ რომ დედა მარტო კი არ მიდის სუფთა ჰაერზე გასასეირნებად, არამედ მას უკვე მიიღავს სასეირნოდ თავისი შვილი, რომელიც მართალია ჯერ საბავშვო ეტლში არ არის მოთავსებული, მაგრამ იგი ნამდვილად დარწმუნებულია იმაში, რომ იგი კიდევ უფრო კარგ ადგილასაა, იგი შეფარებულია დედის საშვილოსნოს, დედის წიას, დედის გულის ქვემოთ. მამა და მარის თუ არა აბორტის ტოლფას იცოდვა კონტრაცეპტიული საშუალებების მოხმარება, ფართო რეკლამირება ხდება სხვადასხვა არხების მეშვეობით კონტრაცეფციის. კონტრაცეფცია ბევრად უფრო რთული ფენომენია და ვიდრე მდის ცალ სახად გავცემდეთ პასუხს, ალბათ ორიოდე სიტყვა ამაზე უნდა ითქვას, რა არის საერთოდ ეს და რატომ არის რომ კონტრაცეფცია ასე იყიდებს ფეხს დღევანდელ სამყაროში. ყველა ეს პრობლემა, აბორტი, კონტრაცეფცია, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები დაკავშირებული არის ადამიანის ისეთ მოწყვლად სფეროსთან, ადამიანის ცხოვრების ისეთ უნიშნელოვანეს სფეროსთან, რასაც სქესობრივი ცხოვრება ქვია. დადგინდა რა ადამიანთა გამრავლების ამგვარი წესი უფლის მიერ. იგი სწორედ ადამიანთა გამრავლებას უნდა ემსახურებოდეს და ყველა სხვა მიმართულება, რაც ცხადია, არის აი ამ არსის, სქესობრივი ცხოვრების არსის საწინააღმდეგო მიმართულების. კონტრაცეფცია თავისი არსით არეგულირებს ბრჭყალებში ადამიანის სქესობრივ ცხოვრებას. იგი საშუალებას აძლევს თითქოს ადამიანს, რომელსაც ასე ძალიან უნდა თავისუფლება წესრიგისაგან, თავისუფლება ეკლესიური ცხოვრებისაგან, თავისუფლება სჯულის კანონისაგან, თავისუფლება თავისი შინაგანი სინდისის ხმისაგან და არაფრით არ უნდა თავისუფლება ცოდვებისაგან. და ესეთ ადამიანს იგი აძლევს საშუალებას არ გაუჩნდეს პრობლემა და არ დადგეს დილემის წინაშე, როდესაც იგრძნობს მანდილოსანი თავს ორსულოდ ან
მამაკაცად და იგი შესაძლებელია მამა გახდეს. ამგვარი ჩარევა, ამგვარი რეგულაცია იმისა გვყავდეს თუ არა ბავშვი, ან როდის შეეძინოს ოჯახს შვილი. ცხადი არის ბუნებრივი კანონების წინააღმდეგ წასვლა. Რამდენად ყოველთვის როცა ჩვენ მივდივარ იმ კანონზომიერების წინააღმდეგ, იმ უნივერსალური მოწესრიგებლობის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანში ნამდვილად ჩადებულია და ჩადებულია შემოქმედის მიერ, ყოველთვის შედეგი იქნება დამაბრკოლებელი, შედეგი იქნება ცოდვითი დაცემა, შედეგი იქნება ცოდვითი მიდრეკილების კიდევ უფრო მეტად განვითარება და არა ცოდვისაგან განდგომა. და ვიდრე მდის ამ შედეგებს არ მოიმკის ადამიანი თავის პირად მაგალითად ხშირად არ ჯერა ხოლმე. ამიტომაც არის ეკლესიური ცხოვრება აუცილებელი ადამიანისათვის. ამიტომაც ადამიანი, რომელიც სხვაგვარად აზროვნებს, ადამიანი, რომელიც არა მარტო რაციონალურ სამყაროში ცხოვრობს, არამედ ირაციონალურ, საკრალურ, მისტიკურ, ეკლესიურ გარემოში, მას არ ჭირდება ამდენი მტკიცება, რამდენი არგუმენტის ახლა ჩვენ მოვყავს. რამდენი არგუმენტის მოყვა ჩვენ გვჭირდება ადამიანებისათვის, რომლებიც გვეკითხებიან, აი აბა რა ვქნათ? და ყოველთვის ცდილობს გვერდი აუაროს ღვთისმცნებას. ყოველთვის არა ადამიანი, რომელიც გულისხმობთ ეხლა იმათ, ვინც მომხრია აბორტის, კონტრაცეფციის ან სხვა კიდევ რაიმე უარყოფითი მოვლენისა. და ასეთი ადამიანები ცდილობენ, რომ გამართლება პოვონ თავიანთი ქმედებისა. და ამგვარი გამართლება ძნელი მოსაპოვებელი არის. ხოლო ეკლესიური ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, მას გული კარნახობს, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს. მას ადვილად უვითარდება სინანულის გრძნობა. მისი აზროვნება ბევრად უფრო მაღალ საფეხურზეა, რადგან უპირველესი მისთვის ღვთაებრივი ღირებულებებია, სულიერი და ნამდვილი ადამიანური ღირებულებები და არა მოჩვენებითი ღირებულებები, რომლებიც ხშირად სამწუხაროდ წინა პლანზეა წამოწეული ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. კონტრაცეპტივების შემოქმედები ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან მისი არსის შესახებ. არის კონტრაცეპტივები, რომლებიც ჩასახვის შემდგომ მოქმედებენ და ეგრეთ წოდებულ მინი აბორტს იწვევენ. ანუ ეს მათვისა უკვე ჩასახლოს, მაგრამ თანამედროვე პირობებში არსებობს იმგვარი კონტრაცეპტივებიც, რომლებიც სწორედ ხელს უშლიან ჩასახვას. გულისხმობ ქიმიურ პრეპარატებს, არა მექანიკურ საშუალებებს, რომლებიც ასევე ხელს უშლიან ჩასახვას. ცხადია, რეგულირება გარკვეული შესაძლებელია მოხდეს შვილების გამრავლებისა, მაგრამ საფუძვლად უნდა ედოს თავშეკავება, ურთიერთსიყვარული და არა კონტრაცეპტივების მოხმარება. აი ამგვარი მსჯელობით ჩვენი მაყურებელი თავად მიხვდება. თუ რაში ვერებით ჩვენ, რას ვაკეთებთ. ის რაც ასე მნიშვნელოვანი, ასე ძირითადია, ის რასაც ასეთი დიდი სიხარული მოაქვს ადამიანებისათვის, შვილოსნობას ჩვენ ჯერ ვეხებით ისე როგორც ჩვენ გვინდა. არ გვინდა ჩვენ გვყავდეს იმდენი შვილი, რამდენსაც უფალი გვაძლევს. რა თქმა უნდა, ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლა, ეს ღვთისმცნების დარღვევა. და აი ამ ფონზე, როდესაც ვამკვიდრებთ ჩვენ ამ შეხედულებას, უკვე გასაკვირი არ არის, რომ მაშინ, როდესაც ადამიანს მოუნდება უკვე ყავდეს შვილი და აბორტის გამო, კონტრაცეპტივების მომხმარების გამო, განვითარებული დაავადებების გამო, რომლებიც დაკავშირებულია სწორედ სქესობრივ ცხოვრებასა და ამ გზით გადადის უკვე უნაყოფობა განვითარებული. ეხლა ჩვენ არ ვიწყებთ მიზეზების ძიებას, არამედ შემოგვაქვს ახალი ტექნოლოგია. რომ მაშინ როცა ჩვენ წავედით ლიანად ბუნების წინააღმდეგ და უკვე როგორც განჩინება ღვთისა მივიღეთ უშვილობა, ეხლა უშვილობის წინააღმდეგ გვინდა ბრძოლა და ამას ისე ვებრძვით რაღაც ახალი ტექნოლოგიით. აი ესეთი მანკიერი წრე იკვრება. აი ესეთი მანკიერი წრე, რომელიც მერე იწყებს უკვე კონტრაცეფციის და აბორტის გვერდით რეკლამირებას ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიებისა.
დიახ, ძალიან აქტუალურია დღეს უშვილობის პრობლემა და ბევრი ოჯახი მიმართავს ხელოვნურ განაყოფიერებას. რა ტექნოლოგიები არსებობს და თუ არის მისაღები ეკლესიისთვის რომელიმე ტექნოლოგია ხელოვნური განაყოფიერებისა? პრაქტიკულად რაც თქვი, ფონი უკვე შეიქმნა მსჯელობისა ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიებზე. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დაიწყო რამ ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა, ამით მოხდა გადატრიალება. გადატრიალება მოხდა ადამიანის არამარტო უშვილობის კურნალობის სფეროში. როდ უფრო მნიშვნელოვანი, რომ გადატრიალება მოხდა ჩვენს წარმოდგენაში, ადამიანთა წარმოდგენაში, ადამიანის გამრავლების შესახებ, მისი რეპროდუქციული ფუნქციის შესახებ. და ეს გადატრიალება, რა თქმა უნდა, მატარებელი არის საკმარისი ნეგატიური მოხდისა. საკმარისად დიდი ნეგატიური მოხდისა. რაც ყველა გადატრიალების თანხლები არის ხოლმე, თუმცა თუ იგი იდეურია. რას გულისხმობ ჩვენ? მშობლებისაგან დამოუკიდებლად ხდება ლაბორატორიულ პირობებში, მართლა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ემბრიონის შექმნა, დამზადება. როდესაც ლაბორატორიულ პირობებში ჩვენ ვერ ვიტყვით ჩასახვას სიტყვას. ხდება ემბრიონის შექმნა, დამზადება. და შემდგომ მიღებული ემბრიონის შეყვანა დედის ორგანიზმში. ან იმ ქალის ორგანიზმში, რომელმაც უნდა ატაროს ეს ემბრიონი. უამრავი შეკითხვა ჩნდება ამ დროს. თითქოს არაფერი არ არის იმაში ცუდი, რომ დაიძლია არა 100%-ით რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უშვილობის პრობლემა. მაგრამ ამ პრობლემის დაძლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ უამრავი პრობლემები და დილემები, რომელიც სწორედ ამ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. და რომ ჩვენ კარგად დავინახოთ ეს პრობლემები, საჭიროა მის არ ჩავწვდეთ. საჭიროა შევხედოთ იმას, თუ რა ხდება. დავინახოთ ფარდის მიღმა რა არის, რაც გვიმალავენ ან არ გვეუბნებიან მავანი, რომელიც ამ ტექნოლოგიების აპოლოგეტები არიან, მისი მომხრეები არიან. და მის მერე უნდა გავაკეთო დასკვნა იმის შესახებ, შეიძლება იგი ეკლესიურად მოაზრე ადამიანისათვის იყოს მისაღები თუ არა. რა შემთხვევაში არ არის მისაღები, არა შემთხვევაში იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება და უარყოფითი მხარე ამ ტექნოლოგიისა არის ის, რომ ემბრიონის შექმნაში გარდა მშობლებისა მონაწილეობს კიდევ მესამე მხარე. ეს არის ის ლაბორატორია, კლინიკა, ინსტიტუტი, რომელიც დაკავებულია ეგრეთ წოდებული ინვიტრო ბავშვების შექმნით. ჩვენ კი ვიცით, რომ ცოლქმრული ურთიერთობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინტიმური და საიდუმლოებრივი, ამავე დროს საკრალური კავშირი და ურთიერთობა. და ვინაიდან ეს ასია დადგენილი ღვთის მიერ, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის გაშიშვლება, მისი საიდუმლოებრიობის დარღვევა, მისი სიწმიდის შებრალვა ყოველთვის უარყოფითად იქნება შეფასებული. და ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ შედეგებიც ასეთი იქნება. უფრო მეტიც, თვით მშობლების მონაწილეობაც შვილის ჩასახვაში არ არის სრულყოფილი. იგი არა მარტო ბიოლოგიური კომპონენტს არის მოშორებული, არამედ ამ დროს ეს პროცესი თავისუფალი არის იმ რთული ფიზიოლოგიური, ჰუმორალური, ნერვული, ემოციური, ფსიქოლოგიური და სხვა კომპონენტებისაგან, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ჩასახვის პროცესს. ასე რომ, რაღაც სხვა ხელოვნურ გარემოში იქმნება ბავშვი. ამით ჩვენ მომავალ ადამიანს უკვე წავართვით უფლება.
დაიბადოს იგი როგორც იმ სიყვარულის ნაყოფი, რომელსაც ერთმანეთის მიმართ განიცდიან მშობლები. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. და კიდევ ერთიც, სუროგატული დედობა სწორედ ამ ტექნოლოგიამ შვა, ისევე როგორც არასწორმა დამოკიდებულებამ აბორტისადმი, მერე შვა კონტრაცეფციის დიდი რეკლამა, წარმოიშვა ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები და იგი გახდა სულიერ ზნეობრივი პრობლემა, ეს ჯაჭვი გრძელდება, აი დღეს საყოველთაოდ განიხილება სუროგატული დედობა, რომელზედაც კიდე ცალკე საუბარი შეიძლება. ასე ვთქვით, ერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. აუცილებელია ჯანსაღი გულის მიერ აზროვნებაზე, სიბრძნეზე დამყარებული შეხედულებების ჩამოყალიბება იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სქესობრივ ცხოვრებასთან, ადამიანის გამრავლების უნართან და გამრავლების ფუნქციასთან. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისათვის. ჩვენს ტელემაყურებელს კი შევახსენებ, რომ უყურებდნენ გადაცემას მოძღვარი, გადაცემას სტუმრობდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, წმინდა იოაკიმესა და ანას სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი, იღუმენი ადამ ახალაძე. მადლობთ ყურადღებისათვის.